გამარჯობა, მე ლევანი ვქვია. მე ერთად გადაკარგულად ვიდა ცხოვრობ, სადაც სულ მარტო ვარ. მე სულ მინდოდა მომეყოლა ერთ-ერთი ისტორია, მაგრამ ამის მეშინოდა. მე ერთი და იგივე ცხოვრობ, ყოველ დღე ერთი და იგივე იყო. სამსახური, შემდეგ სახლი, შემდეგ ინტერნეტი შესვლა. შემდეგ კი ვიდეოების შეწირვა, რომლებსაც ნახვების კი არ ქონდა. მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე გამომეცადოს რა იყო დარქვები და შემისწავლა ხრიკებით, როგორ მოხვედრილიყავი იქ. ცოტა დავფიქრდი, ცოტა შემეშინდა, მაგრამ შრომის მიყოლება მძლია და მაინც გადავწყვიტე იქ შესვლა. შემდეგ გავხსენი კომპიუტერი და დავიწყე საიტების მოძიება. ბევრი ძიების შემდეგ მოვიპოვა ერთ-ერთი საიტი, მაგრამ არ მიშვებდა, რადგან თურმე ჩვეულებრივი ბრაუზერით ამ საიტზე შესვლა შეუძლებელი იყო. შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, თუ როგორ შემეძლო შევსულიყავი დარქვებზე. ბევრი ძებნის შემდეგ ვიფიქრე, რომ გადამედო ეს და დავუბრუნდი ვიდეოების ჩაწერას. გავთიშე ბრაუზერი და დავიწყე ვიდეოების ჩაწერა და ავტვირთე YouTube-ზე. შემდეგ ისევ დავფიქრდი, შევსულიყავი თუ არა იქ და გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია, თუ როგორ მქონოდა წვდომა. შემდეგ დავაჭირე ამ ინფორმაციას და შევისწავლე ის, თუ როგორ შევსულიყავი იქ. შემდეგ გავხსენი თორის ბრაუზერი, რომელსაც შემეძლო ამ საიტზე წვდომა. როდესაც საიტზე წვდომა მოვიპოვე, ეს საიტები ძალიან უცნაურად ჟღერდა. მე კი შევედი ერთ-ერთ საიტზე და დავალდა ჩათვირთვას. როდესაც დავაჭირე ჩართვას, საიტი უცნაური ჩანდა და ცოტა შაშიშის. იქ ეწერა, ამას უყურე. მე დავაჭირე და გადავწყვიტე მეყურებინა. იქ კი კაცი იყო ხელფეხშეკრული, რომელიც ვერ იძლეოდა. ეს ძალიან უცნაურად ჟღერდა და რამდენიმე წუთს გაგრძელდა ასე. მე გადავწყვიტე, რომ გამეთიშა ეს და დავაჭირე ბრაუზერის გათიშვას. მაგრამ ფანჯარა არ იხურებოდა. შემდეგ კი კუთხიდან კაცი გამოვიდა. ეს დამაინტერესა და ცოტა საშიშიც ჩანდა. გადავწყვიტე მეყურებინა. თანდათან ის კაცი უახლოვდებოდა იმ ხელფეხშეკრულ კაცს და ეკრანი უსებ ჩაბნელდა. შემდეგ ვცადე გამეგრძელებინა ყურება, მაგრამ ის უბრალოდ არ ჩაიგდო. მე გადავწყვიტე, რომ დამესვენა, მაგრამ უცებ ტელეფონზე notification-ი გაისმა. შენ ძალიან ბევრი იცი, ჯეისონ. მე გამიკვირდა, საიდან იცოდა ვიღაცამ შემიზედმე სახელი. მე დავიჯინე და როდესაც დღე გათენდა, წავედი სამსახურში, ის ამბავი კი არც კი მახსოვდა, მაგრამ უცბად გამახსენდა ის ამბავი და შეშინებული ვიყავი. მახსენდებოდა ის ადგილები, ის ხელფეხშეკრული კაცი. შემდეგ დაღამდა და გადავწყვიტე დამეძინა. მაგრამ ცნობის მოყურება მძლია და ჩავრთე ჩემი ლეპტოპი. გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი სადმე და მეყურებინა რამისთვის, მაგრამ უცებ რაღაც ტექსტები ეწერებოდა, რამაც ძალიან შემეშინა. ჩვენ შენ გიყურებთ. მე ძალიან მეშინოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დამეხურა ლეპტოპი. მე ძალიან შეშინებული ვიყავი. მე დავიწყე ვიდეოს ჩაწერა თუ რა გადახდა, მაგრამ უბრალოდ არც ერთი ნახვა არ მოყვა მას, არც ერთი კომენტარი. შემდეგ კი ტელეფონში შესვლა გადავწყვიტე, რომ უბრალოდ ის კაცი ამოვარდა, რაც ვნახე. ის კი მე ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. მე ძალიან შემეშინდა, რადგან არც ერთ საიტზე არ შევსულვარ. საიდან გაჩნდა ეს ვიღაც აქ, საიდან შემოაღწია ჩემს ტელეფონში. მე უბრალოდ ვერ ვთიშავდი ამას და მომიწია, რომ ამისთვის მეყურებინა. შემდეგ ის რაღაცებს მეუბნებოდა და ბოროტულად იცინოდა. შემდეგ მე საწოლზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, თუ რა ხდებოდა ჩემს თავში. მე ძალიან მეშინოდა, როდესაც კარები ხმას გამოსცემდა, ვიღაც შემოსწევას ცდილობდა ჩემს სახლში. მე უბრალოდ ძალიან შეშინებული ვიყავ. კიდევ რამდენიმე ხანი ვიყავი ასე გაშიშებული, რადგან ძალიან მეშინოდა. შემდეგ კი ტელეფონის აღება გადავწყვიტე. როდესაც ტელეფონი ხელში ავიღე, ის თეთრ-მასკიანი კაცი მეუბნებოდა, რომ კარებთან მივსულიყავი. გადავწყვიტე მისვლა, ძალა მოვიკრიბე. კარებთან კი წერილი დახვდა, რომელშიც ფოტო იყო. და იქ, როცა გავხსენი,
იქ დამხვდა ჩემი ფოტო თუ როგორ მძინავს. ამას ძალიან შემაშინა და ძალიან შემზარა. თავიდან დავიწყე ფიქრი, თუ საიდან გქონდათ ეს ფოტო და თუ როგორ საფრთხეში ვიყავი მე და მომკლავდნენ თუ არა ისინი. შემდეგ ვიდეოს ჩაწერა დავიწყე, რადგან მომეყოლა ხალხისთვის ეს ამბავი. ვიდეო დიდხან არ გაგრძელდა, შემდეგ გადავწყვიტე ამეღო ის ფოტო და გადამიხედა კიდევ ერთხელ, შემდეგ კი შევხედე ჩემს ტელეფონს, რათა გამერკვია ის იქ იყო თუ არა სადაც დავდო. რადგან არც კი გამიკვირდებოდა თუ ის იქ არ დამხვდებოდა, რადგან მე ხომ ითვალთვალებენ. შემდეგ კარებთან უცნაური ხმები გავიგე. როდესაც მივახუზე შეშინებული, კარებმა ჭრაჭონი დაიწყო და ვიღაც შემომტრევას ცდილობდა. მე ძალიან მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ ვიღაც მომკლავდა, გულის კიცვებს მიურძნობდა. როდესაც გადავწყვიტე, რომ კარები გამეღო, მე ის გადავიფიქრე, გული კი ძალიან საშინლად მიფერხავდა. მე გამომძრაულობ ვიდეოში, რადგან ძალიან მეშინოდა და პარალიზებული ვიყავი. ვერც კი ხელებს ვანძრევდი, რადგან ძალიან მეშინოდა. კარები კი ისევ გამოსცემდა უცნაურ ხმებს. ისე შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მიყურებდა. როდესაც უკან მიხოდა გადავწყვიტე, ის კაცი დავინახე, რომელიც ტელეფონში იყო. მე ძალიან შემეშინდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ის თანდათან მიახლოვდებოდა. მე გაქცევა მინდოდა, მაგრამ ვერ გავვიდე, რადგან ძალიან მეშინოდა. ბოლოს კი გადავწყვიტე უკან დამეხია. ის კი მომიახლოვდა. მე ძალიან მეშინოდა, მან კი ჯიბიდან დანა მოიღო. მე ვფიქრობდი, რომ ის მომკლავდა. მე ძალიან შეშინებული ვიყავ, მაგრამ დანა მხარში ჩამარხა. მე ეს ძალიან მედგინა. შემდეგ კი გონებას ვკარგავდი. მან კი ბოროტულად ჩაიცინა. შემდეგ მე ტახტზე დავეცი და მხარზე ხელი დავიდე. მან კიდე ჯიბში ხელი ჩაიხო და ტელეფონი ამოიღო. შემდეგ გადაღება დაიწყო და ისევ ბოროტულად ციცილი. მე კი ვიჯექი და ვყვიროდი გადასარჩენად, მაგრამ არავინ მოდიოდა. შემდეგ გაისმა კარების ხმა. კარიდან კი ზუსტად ორი მისნაირი შემოვიდა. ის ერთი ისევ გამომძრაულად იდგა და ტელეფონით მიყებდა. იქიდან ორი კი ბოროტულად იცინოდა. იქიდან ერთ-ერთი მომიახლოვდა და მე ტირილი დავიწყე, რადგან უკვე ვიცოდი, რომ კარგს არაფერს გამიკეთებდნენ. მე ვწიროდი, ისინი კი მეუბნებოდნენ, რომ ეს მალე დასრულდებოდა. მე წერილს არ ვწყვეტდი, მან კი ხელი მომკიდა და ჯიბიდან დანა ამომიღო და ხელის მოჭრა დამიწყო. მე ძალიან მწიროდა. ის ერთი კი ისევ მიღებდა. მე კი გადავწყვიტე, რომ შემეკითხა, რატო ვაკეთებთ ამას? და დაგიშოვეთ. მათ კი თქვეს, რომ შენ იცი რატომაც ვაკეთებთ ამას. მე ვუთხარი, რომ რატომ? იმიტომ რომ თქვენ სულელობ საიდზე შემოვედი? არა, იმიტომ რომ შენ არავის უყვარ ხარ. არავის გაახსენდებენ, როდესაც მოკვდები. ჩვენ კი ამას დავასრულებთ. მე კი მახსენდებოდა ის დღეები, როდესაც ვიდეოებს წერდი. და გამახსენდა ვიდეო, როდესაც ჩავწერე და იმედი მქონდა, რომ ის ვიდეო ჩემს მაყურებლებს გაახსენდებოდათ. შემდეგ მათ შემომხედეს და სიცილი დაიწყეს. მე კი გონება დავყარგე, როდესაც გავიღვიძე დივანზე, ნახდა USB ფლეშა. მაგრამ ის არც კი ჩამირთია, როდესაც მივედი პოლიციაში და მოუყევი ეს ამბავი. მათ გიჟად ჩამთვალეს და იფიქრეს, რომ ჩემი თავი მე თვითონ დავიზიანე.